ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ბავშვებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით. ჩვენ შარშა შეხვედრილები ვართ. ალბათ ზოგი იყავით, ზოგი არ იყავით, არ ვიცი ხა ყველა არ მახსოვხართ, თუმცა სახეები ამოვიცანი რამოდენიმე ადამიანის. წელსაც გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ თემაზე, თუ რა არის ნადირობა და ზოგადად ვინ არის მონადირე. ჩემო გოგა, შენ ალბათ გექნება რაღაცები ამოწერილი, რისი მიხედვითაც გსურს ველაპარაკოთ ამ ბავშვებს და პირველი ალბათ კითხვა რაც შეიძლება რომ დავუსვათ, ზოგადად რა კავშირი გაქვთ ბავშვებო ნადირობასთან, თუ საერთოდ გაქვთ? ან ხსმენიათ ვინ არიან მონადირეები? შეიძლება ოჯახის წევრები ნადირობენ, თქვენი მეზობლები, ნაცნობები, ანუ რაიმე შეხება თუ გაქვთ, თქვენ ახლა ისეთ ასაკში ხართ. ბიჭები განსაკუთრებით გოგოები საქართველოში სამწუხაროდ მოიკოჭლებენ ამ ამბავში, მაგრამ დარწმუნებულია რომ გოგონებსაც რაღაცა შეხება შეიძლება გქონდეთ რა. აი სიტყვა მონადირე რა ასოციაციას იწვევს თქვენში ბავშვებო? არ იწვევს ასოციაციას. არ იწვევს ასოციაციას. გასაგებია. ოჯახის წევრი არავისი არ ნადირობს, ვინც აქ ხართ? ნადირობდა მამაჩა. შენც ნადირობდა, კაცი თვითონ ნადირობს და მამაჩა. სხვათა შორის გოგას გოგონა ყავს. სალომკა რამდენი წლის გახდა? 19 წლის. 19 წლის და ნადირობს ჩვენთან ერთად ხოლმე. 3 წელია უკვე. 3 წელია, კარგადაც ცისვრის. ყოველ შემთხვევაში ისეთი შედეგი აქვს რა, მამა რო იამაყებს რა, ერთი მომენტი არის, ნე. ბავშვებო, დღეს გვიდა რომ გაჩვენოთ ზოგადად ვინ არის მონადირე და როგორი კუთხით არის დანახული ჩვენ საზოგადოებაში და ეს გვიდა რომ ჩვენ შევცვალოთ. იმიტომ რომ სამწუხაროდ მონადირე ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანთან, რომელიც კლავს და სახში მიაქვს ნადირები. სინამდვილეში ეს ასე არ არის. თლად მარტო ეგრე არ არის და თუმცა იმაშიც არის ლოგიკა, რომ ნადირობთ იმისთვის, რომ სახში წავიღოთ ჯანსაღი პროდუქტი. მოდი ესე ვთქვათ, რა ხშირ შემთხვევაში მონადირე ასოცირდება ყოველ შემთხვევაში ამ საზოგადოებისთვის თოფიან კაცთან. ანუ მათთვის ადამიანი თოფით არის მონადირე. და ჩვენ აი ეს გრადაცია გვინდა ხაზი, გვინდა გავალოთ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც თოფი უჭირავს ხელში, მონადირე ნამდვილად არ არის. მას აქვს საშუალება რომ რაღაცა მოინადიროს, მაგრამ ეს უნდა იყოს წესების დაცვით, ეს უნდა იყოს კანონის დაცვით და ეს უნდა იყოს დაუწერელი წესების დაცვით. და ბრაკონიერსა და მონადირეს შორის ზღვარი არის და ზოგადად მონადირე ჩემს აღქმაში არის ადამიანი, ცალსახად ძალიან დადებითი ტენდენციით პიროვნება, რომელიც უფრთხილდება და იცავს ბუნებას. ეს არის ალბათ პირველი, რაც თქვენთვის უნდა იყოს საინტერესო, როგორც მომავალი თაობისთვის და არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი თქვენგანი მომავალში ნადირობით გატაცებული იყოს და ჩაერთოს ამ ფერხულში, რასაც ნადირობა ქვია. მოკლედ გეტყვით, ვინც არ გვიცნობთ, ხახნობით გვაქვს არხი, YouTube არხი, არაერთი, რომლითაც, ასე ვთქვათ, ვაკეთებთ როგორც საგანმანათლებლო ვიდეოებს, ასევე გასართობ ვიდეოებსაც. გასართობი ალბათ იმიტომ, რომ პირველ რიგში მაინც გვჭირდება მაყურებელი, რომელიც, ასე ვთქვათ, ისიამოვნებს ამ ჩვენი ვიდეოებით. თუმცა სასურველია, რომ საგანმანათლებლო არხს გაცილებით მეტი გამომწერი ყავდეს, უფრო მეტი ყურადღება ქონდეს, იმიტომ რომ ნამდვილად საჭირო არის განათლება. რატო? იმიტომ რომ ნადირობას აქვს ძალიან დიდი ისტორია, მით უმეტეს საქართველოში. თუ არ მეშლება და სავარაუდოდ არ მეშლება, ადამიანი ჩვენს ცნობიერებაში ადამიანი დაახლოებით 2.5 მილიონი წელია არის დედამიწაზე რა, რასაც მეტნაკლებად ადამიანი ქვია და ყოველთვის ნადირობდა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ გამოკვების სხვა ალტერნატიული საშუალება ფიზიკურად იმ დროს არ იყო. ელემენტარულად თავისი პური მისი არსობისა რომ მოეპოვებინა, იძულებული იყო რომ ენადია. ეხლა Homo sapiens რაც შეეხება უკვე ჩვენს წინაპარს, ასე ვთქვათ რა, არის სადღაც 300,000 წელი რა.
მანდ უკვე ჩამოყალიბებული ნადირობის სტრუქტურა იქმნება, ეს არის გუნდური ნადირობა, ეს არის დეფინიციები, ვინ როგორი ნადირობს, რაზე ინადიროს და არც თუ ისე შორეულ წარსულში, ალბათ 10-15,000 წლის წინ უკვე იმდონეზე არის ნადირობა აყვანილი, რომ გვხვდება გამოქვაბულებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსი ცხოვრების და უამრავი ნახატი არის ამისი დასტური ინტერნეტში რომ შეხვიდეთ თქვენ რომ მოიძიოთ, რომ დაგუგლოთ მარტივად რომ ვთქვათ, უამრავ ნახატებს ამოგიგდებთ, სადაც სცენები არის კოლექტიური ნადირობის, რაც უკვე აი იქითკე საზოგადოების შექმნისკენ მიყავს ნადირობას. ანუ ის დღეს ჩვენ საზოგადოება ვართ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, უდიდესი წვლილი აქვს ნადირობას ამის ჩამოყალიბებაში ბავშვები რა. ყველაზე ძველი პროფესია სინამდვილეში. კი ბატონო. მაგაზე ძველი პროფესია აღარ არსებობს, იმიტომ რომ პირველი რაც ადამიანს ჭირდებოდა ეს იყო გადარჩენა, ხო, კვება. და ვერ გამოკვებავდა ოჯახს თუ არ ინადირებდა. აი ხა საინტერესო არის დღეს როგორი სახე აქვს, ხო, ამ ყველაფერს გოგა. ეხა ისტორიას რო შევადაროთ რა უბრალოდ. მოდი ცოტა გავალაითებ ეხა მე თემას და კიდე ერთ კითხვას დავუსვავ ბავშვებს. ნანადირევი ვის გაქვთ გასინჯული? ნუ შენ ეხა გექნება შენ. არ გაქვს? რატო? აი, ბიჭო, რა საინტერესო ფენომენი არის? ანუ ადამიანი ნადირობს. არ არის ეგ სხვათა შორის ხშირი თემა, მაგრამ იშვიათად შევხედოთ, რომ ბიჭები ნადირობენ, მაგრამ თვითონ არ მიითმევენ, მაგრამ მამა და ოჯახის წევრები? მამას მიირთმევს, მაგრამ როგორც ასეთი ჭამდეს ყოველ ნანადიროს არა. ხო, ნუ ყოველ ნანადიროს ახლა მაგალითად დაწებელი თუ მოინადირა ტურა ვერ შეჭამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ წერზე უარს არ იტყვის. ბავშვებო, თქვენთან როგორ არის სიტუაცია? გაგისინჯავთ როდის მე ნანადირები? კი. მოგწონთ გემრიელია? ბავშვებო, რახან ნაწილ თქვენგანს გასინჯული აქვს ნანადირები, ეხლა დაუბრუნდები პირველ კითხვას, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე, იმიტომ რომ ცოტა მორიდებულად იყავით და ეხლა იმედი მაქვს რომ გადავახეთ ეს ბარიერი. რახან ნანადირები გასინჯული გაქვთ? ესე იგი, ვიღაცას მოაქვს თქვენთან ეს ნანადირები, ან თქვენ მიდიხართ ვიღაცასთან სტუმრად და იქ სინჯავთ და აი, მაინტერესებს როგორ ხდება ეგ ამბავი. თქვენ სახში ამზადებს ვინმე, თუ თქვენ მიდიხართ სტუმრად და იქ ხდებათ ხოლმე? სახში არის. აი რა გაქვთ გასინჯული? მწყერი, იხვი, იხვის ხარჩო, მშვენიერი, გემრიელი. ძალიან კარგი. ხანდახან პირდაპირ ტყეში, ანუ შენ ყველაზე გემრიელი ვარიანტი არის ალბათ რა, ხო. ეგ არის იდეალური თემა, როდესაც ადამიანს შეუულია თავისივე მოპოვებულის ადგილზე მომზადება და დაგემოვნება, ეს არის სრული ბონუს პაკეტი, რასაც ვეძახით ხოლმე, რა. ისე იდეაში მონადირე ზუსტად მაშინ ხარ, ადამიანი მონადირე, როდესაც ახერხებ მოპოვებასაც, მის მომზადებასაც და მე ახერხებ ამ შენი ნანადირების გაყოფას შენს მეგობრებთან რა, შენს ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. აი მაგ დროს არის უკვე სრული მონადირე შეკრული ჩემი აზრით რა. კითხვა მაქვს შენთან, რა ქვია შულოში? ზურა? რა მაინტერესებს, იცი, აი შენ მეგობრებს რო უყვები, ასე რომ აი წავედით სანადიროთ, მონადირეებმა რაღაცა მოინადირეს იქვე დავაგემოვნეთ. არ გამოხატავენ სურვილს ინიციატივას, რომ აუ ჩვენც აგვიყვანე ან რაღაცა გვაინტერესებს ან რაღაც. ბატონო, უმეტესად კი. ნუ ეგეც კარგი არის ძალიან. რა ესე იგი ახალგაზრდებში ინტერესი არის და უნდა იყოს, იმიტომ რომ ჯანსაღი სპორტია ხალხო რა, მარტივად რო შევხედოთ ადამიანის ანადიროთ დადის იმ ხალხთან ერთად, ვინც უყვარს, ვინც სიამოვნებს, დადის იმ ადგილებზე, რომელიც სიამოვნებს, ულამაზეს ადგილებს ვაწყდებით საქართველოს, დახუნძრული არის ამ ადგილებით და გვაქვს იმის საშუალება, რომ განვიტვირთოთ და ბუნებაში კარგი დრო გავატაროთ. ძალიან დიდი პლუსები აქვს და ბევრი პლუსები აქვს ნადირობას ნამდვილად რა. გოგა, მინდა შევეხო ერთ ძალიან საინტერესო საკითხს, თუ წინააღმდეგი არ იქნები. თანამედროვეობაში ნადირობამ ცოტა შეიცვალა, ასე ვთქვათ, ფორმა და მოთხოვნილება რა. ადრე თუ იყო ის იდეა, რომ უნდა გვენადირა, იმიტომ რომ ოჯახი იყო გამოსაკვები, ეხლა ნაწილობრივ შეიცვალა, ოღონდ ნაწილობრივ. აი ჩემს ოჯახში მაგალითად ჯერ კიდევ ისევ პრიორიტეტში რჩება ნანადირები. სახში ნანადირები როცა არ არის, ცოტა განცდები გვემატება ხოლმე, რომ აი რაღაცა უნდა წავიდეთ, საიდანაც უნდა მოვიტანოთ პროდუქტი, რომელიც ჩვენს ოჯახს არ მოსწონს. ხო. გემო არ მოგწონს ჩვენ ნაყიდი ქათმის. გემო არ მოგწონს ჩვენ ნაყიდი ძროხის. იმიტომ რომ ვიცით რა არის ნამდვილი კარგი პროდუქტი, რომელშიც არ არის, ასე ვთქვათ, პესტიციდები
და სხვადასხვა ისეთი ნივთიერებები, რომლითაც ასე ვთქვათ, ყვებავენ ამ ფრინველი იქნება თუ შენი შვილის ფრაზა, როდესაც მალენის მეუღლეს უთხრა, რომ დედიკო, მამიკოს მოტანილი ქათამი უფრო გემრიელი არისო, რა. მოსახსახად ესე არის. მოკლედ, ნადირობამ შეიცვალა მეგობრებო სახე და თანამედროვეობაში აღარ არის, როგორც წეგან ვთქვი, მოპოვების ერთადერთი გზა, ხო? ასე ვთქვათ, ოჯახის გამოკვების ერთადერთი საშუალება. და დღესდღეობით, ხო, დაემსგავსა უფრო რაღაცა სპორტს შეიძლება ითქვას, დაემსგავსა კიდევ გართობას, მინდა ვთქვა ესე და ამიტომ მოხდა ძალიან უცნაური რამ. ზოგმა მონადირემ იცვალა სახე და ჩვენ მათ ბრაკონიერებს ვეძახით რა. და ვინ არიან ბრაკონიერები? მონადირეები, რომლებიც არ ღვევენ კანონს. არსებობს ქვეყანაზე დაწერილი კანონები, რომლის ფარგლებშიც არ შეიძლება რაღაცა ნადირის მოპოვება, არასწორ დროს გასვლა სანადიროდ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს კიდევ დაუწერელი კანონები, რომლებსაც ჩვენ თვითონ მონადირეები განვსაზღვრავთ და ვარქმევთ ისეთ ადამიანებს, ბრაკონიერებს, რომლებიც ჩვენი გაგებით ზიანს აყენებენ, ოღონდ სერიოზულ ზიანს აყენებენ ბუნებას. ანუ მარტივი გრადაცია რო იყოს, მონადირე არის ადამიანი, რომელიც ბუნებას იცავს და ცდილობს, რომ ნადირფრინველი გამრავლდეს, სისუფთავე დაცული იყოს, არაფერი ისეთი არ მოხდეს და ბრაკონიერი არის ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი ფეხებზე კიდია, შეუძლია ინადიროს განურჩევლად დროისა და განურჩევლად ობიექტის, ანუ ყველაფერს შეუძლია ესროლოს, ყველაფერი შეუძლია მოაკვდინოს და ყველა დროს არის დაშვებული დროები და სამწუხაროდ არ იცავენ, მაგრამ ტენდენცია არის მალე უკეთესობისაკენ, მოდი ესე ვთქვათ, ბოლო წლებში მე ნამდვილად ვამჩნევ და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომელიც მოდის და ეს განსაკუთრებით მიხარებს გულს, რომ ახალგაზრდა მონადირეები ცდილობენ ინადირონ კანონის დაცვით და ცდილობენ ეს წესები მაღალ დონეზე გყავდეთ აყვანილი. და ალბათ ამ ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ბავშვებო რჩება ის, რომ ბრაკონიერი ბუნებას არ იცავს. ბუნებას იცავს მონადირე. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. არ ვიცი, რამდენად თქვენს თანატოლებში ხსმენიათ თუ არა, ან თქვენს სამეზობლოში ხსმენიათ თუ არა, ასია თუ ისია, ხანდახან წვდომა მაინც გაქვთ ხოლმე იარაღთან ალბათ. გაქვთ წვდომა იარაღთან? გაქვთ. ზოგს ალბათ პნევმატურთან, ხო, კისტის ტოფებს რო ეძახიან. ალბათ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რჩება ის მომენტი, რომ ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოებას. ხო? და რა არის უსაფრთხოება იარაღთან? იარაღი ისეთი რამეა, რომ ყოველთვის უნდა გეგონოსო დატენილია. რომ ციცოდე რომ цаრიელი მოგაწოდეს, მაინც უნდა დარწმუნდე რომ არის ნამდვილად цаრიელი. უნდა გაიხედო ლულაში. უნდა დარწმუნდე რომ ნაღდად უსაფრთხო არის, იმიტომ რომ ქონებია სამწუხაროდ ჩვენ მაგისი მაგალითები. რისკი უბედური შემთხვევით უნდა იყოს დაყვანილი ნოლამდე, მინიმუმამდე. რა ამისთვის არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რაზედაც მალენი საუბრობდა, რომ ყოველთვის მოვეყარით იარაღს ისე როგორც დატენილს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ალბათობა იქნება იმისა, რომ თქვენ და თქვენს გვერდში მდგომს არანაირი საფრთხე აღარ დაგემუქრებათ, რა. უსაფრთხოებას რაც შეეხება, მოდი ბარემ ხა ეს პირდაპირ შეიძლება არ იყოს, მაგრამ სანადირო ტანსაცმელში ბევრი მიმართულებები არის და ყველაზე დაცული არის სასიგნალო ტანსაცმელს ვეძახით ხოლმე ჩვენ. ხსმენიათ სასიგნალო ტანსაცმელზე რამე? იცით რა არის სასიგნალო, რომელიც ქვეცნობიერ სიგნალს აძლევს, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს. არსებობს ეგეთი ტანსაცმელი, ხსმენიათ? არა. ეს არის ტანსაცმელი, რომელიც არის რაფერი? ნარინჯისფერი, ღია ნარინჯისფერი, ან ღია სალცფერი. ყოველთვის შორიდან ჩანს და ქვეცნობიერად წითელი ფერი საერთოდ ადამიანის ბუნებაში იწვევს სიფრთხილის ემოციას რა და როდესაც ადამიანი ხედავს ნარინჯის ფერს უკვე უფრო ფრთხილად არის შორიდან აღიქმება და იცი რომ იმ მიმართულებით ადამიანი არის და არც გასულა უნდა განახორციელოს და საერთოდ თოფიც არ უნდა იყოს იქითკენ მიშვებული რა ცოტას გადაუხვევ ლირიული გადახვევა იქნება რამოდენიმე წლის წინ მახსოვს ირლანდიაში მოვხდი პირველად უცხოეთში როცა მოვხდი
ძალიან მეუცნაურა, რომ ქუჩაში თუ ვინმე გამოდიოდა, აი განსაკუთრებულად სოფლები, რომელზეც ცენტრალური ქუჩები გადის, ანუ მაგისტრალები, არა, უფრო ალბათ აი ტრასა, ესე შეიძლება დავარქვათ, ყველა აბსოლუტურად მოსახლე იყო აღჭურვილი ამ სტაფილოსფერი, ასე ვთქვათ, ნარინჯისფერი ტანსაცმელით რა. თუ აპირებდნენ გზასთან ახლოს ურთიერთობას, აუცილებლად მოიცმევდა და ისე გადაკვეთავდა გზას რა. პირველად რომ დავინახე ეს, ძალიან მეუცნაურია. ირლანდიაში ხდება ეს? ირლანდიაში ხდებოდა ეს ამბავი. ხო, ირლანდიის სოფლებში. ირლანდიელებს თავისთავად უფრო მეტად უყვართ ვიდრე ქართველებს. ეხლა მე მაგალითად თავში აზრად არ მომივა. ქუჩაზე გადასვლის დროს რაღაც შემოვიცვა, რომ ვიღაცამ და სხვათა შორის კიდევ ველოსიპედით თუ აპირებდა სიტყვაზე სადღაც წასვლას, აუცილებლად ჩაიცმევდა ხოლმე ამ ნარინჯისფერ იმას. მეკვირდა, მაშინ ვერ ავხვდებოდი რა. ლაშქრობაზე ძალიან კარგი იქნება, კი. ზუსტად მაგიტო ჩემო კარგი. დიახ, ძალიან ჭკვიანური არის ნამდვილად. იმიტომ ყველა სხვა ფერი მეტნაკლებად ეხამება ბუნებას, მეტნაკლებად და ეს არის ფერი, რომელიც ძალიან ყვირალა არის და სიგნალს იძლევა. ბავშვი აბსოლუტურად მართალია არის, რა. სხვადასხვა ჯომარდობაზეც ხმარობენ რაღაცა ესე ყვირალ ფერებს, რომ ვინიცობა ვინმე ჩავარდეს წყალში, ადვილი გახდეს ამისი პოვნა, ხო? უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ალბათ თქვენს ხვდებით რა. და განსაკუთრებულად პნევმატური იარაღებზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ცეცხლსასრულთან ჯერ არ გეკნებათ ისეთი აქტიური შეხება, მაგრამ პნევმატური იარაღითაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ რა. ნუ კარგი, ეხა ის რომ სიტყვაზე არის სროლოს სანამ რამეს არ დაინახავს, ნუ ამაზე ალბათ არა, ნუ აი აუცი ორი სამი ბიჭი ნადირობს ჩვენთან და დარწმუნებული ვარ, ვიციან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რა, არ შეიძლება ისროლო ფაჩუმზე რაღაცას თვალი მოუკარი, ბუჩქებში რაღაცამ გაირბინა. შეიძლება დარწმუნებული იყო, რომ აი რაღაც ტურამ გაირბინა მაგალითად, რა, მაგრამ სანამ არ დარწმუნდები 100%-ით რას ესწრი, არ უნდა განახორციელო გასროლა, ეგ არის ანი და ბანი რა. ალბათ იცით, ან შეიძლება არ იცით, მაგრამ მონადირეებმა მოიფიქრეს ესეთი რაღაცა, რომ უნდა არსებობდეს სეზონები. და სეზონი რისთვის არის საჭირო? ანუ რაზე ვნადირობთ, ამას აქვს რაღაცა გარკვეული ვადები. ხო, დატვირთვა აქვს, რა თქმა უნდა და ხვდებით საერთოდ რა შუაში არის სეზონი? ნადირობასთან? აი, რატო შეიძლება მაგალითად წერზე ვინადიროთ სექტემბერში და რატომ არ შეიძლება მაისში, ვინმე თუ იცით? გამრავლების მომენტი არის. შეიძლება დიახ. იგივე. დიახ, და აი ის მომენტი, რომ მონადირე თავში თქვით რა, განსხვავდება ბრაკონიერისგანო, ხო? მონადირე ზრუნავს ბუნებაზე და არავითარ შემთხვევაში არ ინადირებს იმ დროს, როცა გამრავლება ხდება რა. ის უფრთხილდება ბუნებას და ცდილობს, რომ როგორც მინიმუმ მოუფრთხილდეს იმ არსებას, ხო? რომ არ გაწყდეს. სამწუხაროდ საქართველოშიც მომხდარა და მის ფარგლებს მიღმაც, ასე რომ ვთქვათ, რომ აი ამერიკაში იყო შემთხვევა, როდესაც ნადირობით მივიდნენ ისეთ სავალალო მდგომარეობაში, რომ გააჩანაგეს აბსოლუტურად ბიზონი. ნუ ეს იყო სამრეწველო ნადირობა, ძალიან ფასეული ხორცი აქვს და ძალიან ფასეული ტყავი აქვს და აი ასე ვთქვათ, არ გაითვალისწინეს ბუნების ზემოდან დაწერილი წესები და ამოწყვიტეს პრაქტიკულად აღარ არსებობს სამწუხაროდ ამერიკაში ბიზონი რა. ძალიან ცუდი. ის ისტორია როგორ იყო, ერთ-ერთი ბიზონი მოძრაობდა, თურმე ვიღაცამ დაწერა, აღმოაჩინა, რომ აი როგორც იქნა ერთ-ერთი ბიზონიო გადარჩაო და მაინც მოინადირეს. და ვიღაცა მაინც წავიდა და ის უკანასკნელიც მოკლა რა. ანუ მონადირე მაგას არ იზამს. არა, რა თქმა უნდა. ეს იყო აი სუფთა ქორვაჭრული თემა, რომ სულ ფეხებზე კიდია ის ბიზონი ბოლოა თუ გამრავლდება თუ არ გამრავლდება, მთავარია მან ყავში ფული აიღოს. დიახ. მონადირეები ესეთები არ ვართ. როგორც წესი მონადირეს სულ ეფიქრება იმაზე, რომ დღეს რომ მე ვინადირე, ხვალე მინდა რომ ჩემმა შვილმაც ინადიროს. შეიძლება ჩემი შვილი მონადირი არ გახდეს. ესეც ფაქტი არის, მაგრამ ხო, ქვეცნობიერის დონეზე გეფიქრება იმაზე, რომ შენმა მომავალმა თაობამაც გინდა ნახოს ის არსებები, რაც შენ ნახე შენ ცხოვრებაში. და ამას კიდე მეორე დატვირთვაც აქვს რა. ღმერთმა დაიფაროს და რომ მოხდეს რაღაცა სავალალო მდგომარეობა და ომი დაიწყოს ან რაღაცა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ქვეყანა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი პარალიზებული გახდეს და პროდუქტი მაღაზიებში აღარ მოდიოდეს,
ერთ-ერთი შემოსავლის წყარო ადამიანებს რჩება საკვები წყარო ჩვენი ტყე და ჩვენი ბუნება. ამიტომ მონადირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ტყე იყოს სუფთა, ტყე იყოს დაცული და ტყე იყოს მოწესრიგებული ისეთ დონეზე, რომ ნადირ ფრინველს არ უჭირდეს იქ გამრავლება. და ამასთან ერთად თქვენც უნდა გქონდეთ აი სკილსები, რაღაც უნარები, როგორ მოიპოვოთ ის საკვები, რაც თქვენ მოგცემთ გადარჩენის საშუალებას. კემპინგები, ეგ თემა თქვენთვის ნაცნობი არის, მიდიხართ ხოლმე პიკნიკებზე? კი, ღამეც რჩებით? მართლა? იცით მაგალითად როგორ უნდა გაშალოთ ტენტი, ყველა ცეცხლი როგორ უნდა დაანთოთ ელემენტად. წვადი შეწვა გეცოდინებათ ეხლა ბიჭებს. წვადიდან ყველას გიყვართ სავარაუდოდ, ხო? არა, არ გიყვარს, აბა რა გიყვარს? ხორცარჭა, ძალიან მაგარი არის. არა, ნუ თლა ძალიან მაგარიც არ არის, მაგრამ არა უშავს, ეგეთი მომენტი არის. ა სოკო ხო გიყვარს? სოკოც არ გიყვარს, შილორითი იკვებები. ძის პროდუქტები? კიდე კაი. ხო, იმიტომ რომ ძის პროდუქტებში აუცილებელი არის, ორგანიზმისთვის აუცილებელია. კალცი, რკინა და სავსებით. ხო. კარგი იყო. საერთოდ არ ჩამყოლცო. და მომზადება იცი? არც მომზადება. კვერცხსაც არჭა? რა გინდა რო ქნა, ვერაფერს ვერ იცი. ალბათ დაგაინტერესებთ ხახნო და გეტყვით რომ მონადირეები ძალიან ხშირად მონაწილეობას ვღებულობთ ხოლმე ჩვენი ხეების, ტყეების და ბუნების, ასე ვთქვათ, მოვლაში. და ძალიან ხშირად ვგავთ ხოლმე ამ ხეებს, იქ სადაც სიტყვაზე დასარგველია, იქ სადაც უკვე დარგულია და ტყე არის იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ დაბინძურებულია. სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვაბრალებთ ხოლმე ტურისტებს, მაგრამ სინამდვილეში ქართველებიც არ ვაკლებთ. არ ვაკლებთ სამწუხაროდ რა. და მაინც სასურველი არის რომ მაქსიმალურად ჩვენივე დაგდებული თუ გვაქვს რამე დროებით წასვლისას აუცილებლად გავაყოლოთ ხოლმე ხელს. აი რომ ამბობთ რომ ღამე გადიხართ პიკნიკზე და რჩებით, ხო ყველა ვარიანტში რაღაცა გეყრებათ. დარწმუნებული ვარ, ხა მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალი თაობა არ შვება ისეთ სუდად არ იქცევა როგორც ჩვენ ვიქცევებით. თუთმეტი მასალად გადაღებები მიდის მეთქი. თუ არ შეგაწუხებთ რა შემოგეძლო. თუ არ შეგაწუხებთ უკაცრავად. ყოველთვის თან უნდა გქონდეს ცელოფნის პარკები, სადაც ჩვენ ნაგავს, ჩვენ მოტანილ ნაგავს, რაც ჩვენ ვისიამოვნეთ, დავყარეთ, რა ვიცი, დაგვექცა, დაგვეყნა, ჩავალაგებთ ხოლმე და წავიღებთ უკან, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გქონიათ შემთხვევა, რომ ლამაზ ადგილას მისულხართ, იქ დინარესთან მაგიდა არის, რაღაცა და აი ჩანაგვებული არის ყველაფერი, ხო ყოფილა ესეა რა. ხო არ გვინდა რომ იყოს. აი ეგ არის ამომავალი წერტილი. კითხვა მაქვს ესეთი რა, როდესმე თუ გინახავთ რაღაცა უკანონო რაც შეიძლება რომ გააკეთოს ადამიანმა და ხვდები რომ რაღაცას აფრჩებს, რაღაცას არღვევს და ქონებიათ თუ არა ეგეთი მომენტი რა ცხოვრებაში. და განცდა გეუფლება რომ აი გინდა რომ რაღაცა უთხრა და აი თითქოს ვერც უბედავ და თითქოს რაღაცა ვერც შვები რა. ქონებიათ ეგეთი შემთხვევა. მე შემთხვევაში არის მესმის, ხო. და არ ვიცი ყველა მიცის თუ არა მაგალითად ის რომ არსებობს ესეთი ორგანიზაცია რომელიც ბუნებას იცავს და გარემოს დაცვა ქვია ამას. მათი ნომერი არის 153 და როგორც წესი მაგ დროს როდესაც ჩვენ თვითონ ვერ რეაგირებთ, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ სიტყვაზე, ხო? ან ისეთი სიტუაცია შენ ხარ მარტო და იქით არის ერთი 30 კაცი ხარ, რა უნდა ქნა, ხო, სიტყვაზე. ძალიან მარტივი არის. ვრეკავთ 153-ზე და ვეუბნებით რომ ხედავთ მკაფიოდ აშკარა დარღვევას. ჩვენ მქონებია შემთხვევა მინდვრები გადაუწვიათ ხოლმე. ერთი მომენტი იყო რომ ნადირობდით პალიასტომზე და ხედავთ როგორ იწოდა იქაურობა, აი არ ვიცი რა ეს რომ დაინახო გული შეგიწუხდება როცა ხვდები რომ ეს ცეცხლი რამდენრამეს აზიანებს რა. ყველაფერი რაც ცოცხალი არის, ცეცხლის არეალში, რა თქმა უნდა, ნადგურდება. რა ის იქნება ნადირი, ეს იქნება ფრინველი, დაწყებული წრუწუნადან და დამთავრებული შველით. ვერაფერი ცეცხლს სამწუხაროდ. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა მეგობრებო, რომ არასოდეს არ მოგვერიდოს
დავრეკოთ ისეთ ხალხთან, ვისაც ხელ ეწიფება ამის მოგვარება რა ამ პრობლემის. თქვენ რო არ შეხვიდეთ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები ხართ და ჯობია რომ კონფლიქტური სიტუაციები აერიდოთ, არსებობს ამისათვის კომპეტენტური ორგანოები, ვინც მიხედავენ ამ კანონდარღვევას. და მოკლე, ასე ვთქვათ, რეზიუმე რო გავაკეთოთ ხალხთან ამ ჩვენი საუბრის, რაც აქამდე ვისაუბრეთ, ძალიან მარტივი ამბავი არის რა, თუ ტყე არ გვაქვს, ჩათვალეთ მომავალი არ გვაქვს რა. ამიტომ ვეცადოთ მაქსიმალურად მოუთხიდეთ ჩვენს ბუნებას. მაქსიმალურად. ხო არ შეგცივდათ? არა, ახან აღარ სხელოთ, უკვე აღარაფერი აღარ აწუხებთ. იქ ძალიან ჩახუთულობა იყო რა. რაც შეეხება იმ ამბავს, არ ვიცი, ალბათ გაგონილი გეკნებათ, რომ მონადირეები ესვრიან ყველაფერსო, ხო? ალბათ თუ რაღაცა დაინახა, ესვრის. და სამწუხაროდ ჩვენ სოციალურ ქსელებშიც არაერთხელ ქონებია ხოლმე შემთხვევა, როდესაც მოუკლავთ რაღაცა ფრინველი, დაუდიათ მე Facebook-ზე და კითხულობენ ხოლმე, რომ ეს ხომ არ იცით რა არის. სამწუხაროდ ესეთი ფაქტებიც არსებობს ხოლმე და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჯერ ცოდნა ავიმაღლოთ, ჯერ კარგად გავერკვიოთ, მოსანადირებელია თუ არა ობიექტი და მხოლოდ ისე მხოლოდ გართობის მიზნით, რომ შენ გაისროლო და რაღაცა ჩამოვარდეს, ამის გამო ნამდვილად არ შეიძლება ამას ნადირობას ვერ დავარქმევთ. ეს არის ბრაკონიერობა, რასაც ვებრძვით და რაც გვინდა რომ აღმოვიფხრას. ცალსახად ესე არის რა. კარგი, გოგა, ფინალისკენ ხო არ გავიყვანოთ ეს ყველაფერი? ფინალისკენ შემიძლია გავიყვანოთ, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია გითხრა, რომ ძალიან მახარებს, როდესაც ესეთ კარგ ახალგაზრდებს ხედავ რა. მიუხედავად იმისა, რომ არ ნადირობენ, გოგონები არიან, შეიძლება მათთვის ეს არ არის პირველადი აუცილებლობა ცხოვრებაში. მაინც რაღაცა დაინტერესება მათი მხრიდან არის და ისიც მიხარია, რომ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ ის სიმართლე და სიკეთე დავანახოთ და ვასწავლოთ, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ არის სწორი და სამართლიანი და როგორც უნდა იცხოვროს ახალგაზრდა ადამიანმა. თუ იმდეს მოვახერხებთ, რომ აი ამ ლექციით ელემენტარულ პატარა წვლილს შევიტანთ, რომ ესენი სწორი ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ და ბუნებას სწორად მოეღწნენ. მე ვიქნები ძალიან ბედნიერი ამით, ნამდვილად ესე. ვინაიდან როგორც მივხვდით, ახლა ძალიან ცოტა ხალხი, ვინც ინტერესდება ზოგადად ნადირობით, მაგრამ ალბათ მაინც ინტერესდებოდით, ვინ იყო მონადირე, ხო? ალბათ მივხვდით, ხო? მონადირე არ არის ის ადამიანი, ვინც უბრალოდ კლავს. რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში ამისი მჯერა, რომ რაღაცა ჩვენი მესიჯი მოვიტანეთ თქვენამდე. თუ რა თქმა უნდა დაინტერესება გექნებათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, სადაც ნახავთ და დაათვალიერებთ მართლა როგორი არის ნადირობა, მართლა როგორი არის რეალური მდგომარეობა ნადირობისას და თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, აუცილებლად დაგვისვით, გიპასუხებთ იმ ვიდეოების ქვეშვე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ვინც დააორგანიზა და ჩაერთო ამ ყველაფერში, რომ ეს ასე გაკეთებული იყო ასეთ დონეზე და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა დიდი ბავშვები. მადლობა. ჩვენი არხის მხარდამჭერები